განათლების მინისტრი თბილისის 55 საჯარო სკოლას ეწვია და ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო. როგორც ალექსანდრე წულაძემ აღნიშნა, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარება ხელს უწყობს მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას და იმ ნაკრები გუნდებისთვის კანდიდატების გამოვლენას, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადებში საქართველოს სახელით მიიღებენ მონაწილეობას. 2024-25 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური მთელი საქართველოს მასშტაბით 64 ქალაქში იმართება. მასში 6880-ზე მეტი მონაწილე მონაწილეობს. ეროვნული ოლიმპიადა არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა პირველ რიგში იმიტომ, რომ მასში გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ოლიმპიადებში, ხოლო მეორე მხრივ არის ასევე ძალიან კარგი შესაძლებლობა ბავშვებისთვის მისაძლევს უზარმაზარ მოტივაციას თვითოულ მათგანს, რომ კიდევ ერთხელ გადახედონ და გაიმეორონ ის განაცოდნა და სასწავლო პროგრამა, რომელიც მათ წლების მანძილზე სკოლაში მიიღეს. 2024-25 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, წარმატებით დასრულდა ოქტომბრის თვეში და ეს ტური გადალახა 6880 მოსწავლემ. დაიწყო მეორე ტური, სადაც რა თქმა უნდა ამ რაოდენობის მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას. დღეს დაიწყო ქართული ენა და ლიტერატურა.